დიახ, მთელი დღეა განხილვის თემად იქცა, რას იზამს უწმიდესი და უნეტარესი მიმართავს თუ არა ქართულ ოცნებას რეკომენდაციით, რომ გააღონ ციხის კარები, გამოუშვან სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები. საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ შიო მესამე ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, შიო მესამე ვერ მიმართავს ქართულ ოცნებას ამ თხოვნით, თუმცა არიან ისეთები, ვინც ფიქრობს, რომ თუ უწმიდესმა და უნეტარესმა ეს კიდევ ერთხელ გააკეთა, მაშინ ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი იქნება ბიძინა ივანიშვილი, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერს ივანიშვილი წყვეტს. ანუ თუ მას მოუნდება, რომ სინდისის პატიმრები და პოლიტიკური პატიმრები ქვეყანაში აღარ ყავდეს ქართულ ოცნებას, მაშინ შესაძლოა უწმიდესმა და უნეტარესმა რეკომენდაციით მიმართოს ქართულ ოცნებას. თუმცა თეოლოგების ნაწილს მიაჩნია, რომც მიმართოს შიო მესამემ ქართულ ოცნებას, მაინც არაფერი არ შეიცვლება, თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. მე ნაკლებად განვიხილავ, რომ ასეთი საკვანძო მომენტებისთვის ინიციატორი მხარე გახდეს პატრიარქი. ის იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს რაღაც გარკვეული ტექნიკური ფუნქციის შესრულებელი, თუ ეს ინტერესი გააჩნია ბიძინა ივანიშვილს, ბუნებრივია, ანუ მთავარ მმართველ ძალაუფალს. ამ შემთხვევაში თუ ის თვლის, რომ ახლა მისი დროა საჭიროება და მისთვის ეს ხელსაყრელი მომენტია, შეიძლება ამ ეპიზოდით ისარგებლოს თქვათ და გაახმოვანებინოს ინიციატივა, რომელიც ახალი პატრიარქის არჩევას სიმბოლურ როლში გამოიყვანს და ამ შემთხვევაში გახსნის, ასე ვთქვათ, აი ამ სატუსაღოს სივრცეს. ტყვეების განთავისუფლება დამოკიდებული გახადეს იმაზე, ვინ მიმართავს შეწყალებით. ანუ აი ეს აქტიურად განხორციელდეს. რა თქმა უნდა მიმართავს ჩემი აზრით, მაგრამ ჩემი აზრით იქნება ჩვეულებრივი ფორმალობა. რეალურად ეს არ ამგონია, რომ ამა რაიმე შედეგი გამოიტანოს პოლიტპატიმრებისთვის, რომელიც დღეს არის მუხლში. პატიმრების ციხიდან გამოშვების ორი სამართლებრივი შესაძლებლობა არსებობს. ერთი შეწყალება მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან აქტის გამოცემა შეწყალების, მეორე კი საყოველთაო ამნისტია, რომელიც შესაძლოა გავრცელდეს გარკვეულ მუხლებზე და შეეხოს სინდისის პატიმრებს, პოლიტიკურ პატიმრებს. რა გზას აირჩევს ქართული ოცნება, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა კულუარებში აქტიურად სჯელობენ იმ საკითხზე, რომ შესაძლოა სწორედ შიო მესამემ ახლოეს დღეებში მიმართოს ქართულ ოცნებას რეკომენდაციით, რომ სინდისის პატიმრებსა და პოლიტიკურ პატიმრებს ციხის კარი გაუყოს.